ბერი ეფრემ ფილოთეველი სნეულებათა შესახებ. ღმერთი გვწვრთნის და კიდევაც გვკურნავს, აღვამაღლებს და დაგვამტაბლებს. ვის შეუძლია წინ აღუდგეს უფლისნებას? თუ კი ღმერთს სურს ვიტანჯოთ, ესე იგი რაღაც მაცხუნებელი მიზანი აქვს, რომლის წინასწარ განჭვრეტა ჩვენ მიწიერებს არ შეგვიძლია. ხოლო მოთმინებას, სულგრძელობასა და განსასწრელი სიმდაბლით მიღებას ყოველთვის, დიახ, ყოველთვის მოაქვს სარგებელი. იტვირთე შვილო, შენი ჯვარი და იცოდე, რომ ღმერთი ხედავს, როგორ ვიტანჯებით და როგორც ნამდვილი მამა, ყველა საშუალებით ცდილობს გამოიხატოს ქრისტე ჩვენ შორის. მას სურს ვევნოთ, რადგან იცის, რა აქვს გამზადებული ტანჯული შვილებისთვის. თუ მწუხარებას არ გამოუგზავნის, ისინი უსამართლოდ დაიჩაგრებიან, რადგან გამოუთქმელი ზეციური სიკეთე მომაკლდებათ. რაც მეტად ვიტანჯებით, მით უფრო მშვენიერი გვირგვინი იწმება ჩვენთვის. არასოდეს დაიჯერო, რომ შეპყრობილი ხარ, მსგავსმა გულის სიტყვამ არასოდეს მოგატყუოს. ავადმყოფობისას ასეთი რამ ბევრ მონაზონს ემართება. ღმერთმა ასე მოაწყო, როცა სხეული სნეულდება, მისი თანმხლებია სულიც და პირიქით, როცა სული იტანჯება, სხეულიც იფიტება და შუპდება. მაცთურს შენი შეშურდა შვილო, მაგრამ მოდი მოვითმინოთ, რომ შურით გასკდეს და ღმერთი იდიდოს. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზამთარიც გაივლის და ჯანმრთელობის გაზაფხული ისევ გამობრწყინდება. გაიხარებ და იტყვი, კარგია რომ დამამდაბლე, რათა ვისწავლო სიმართლე ნიშნი. ვის არ ტკივა, როცა ოპერაციას უკეთებენ და ვის არ ტკივა, როცა ღვთისმადლი შორდება და ათასობით უწმინდური გულის სიტყვა ატყდება თავს. ღვთიურმა სიბრძნემ ადამიანის გამოსწორება ასე განაგო, როგორც წელიწადის დროები, ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ენაცვლება ერთმანეთს, სულიერი დროებიც ასევეა. ერთი მიდის, მეორე მოდის და ასე ეჩვევა სული, სულიერ ცვლილებებს. ის ბრძენი და გამოსთილი ხდება და ეს გამოსთილება მადლია, რომელიც სულს საშინელი ცვლილებების დროს ტვირთულობს, რათა გამოვლილი განსასწრებით სიბრძნე შეიძინოს, იფიქროს, რომ მხოლოდ მოთმინებას და სულგრძელებას მოაქვს სიმშვიდე და სასარგებლო აზრი. მაშასადამე განსასწრებისგან სარგებელს ვიღებთ და უფრო ბრძენი და გამოსთილნი ხვდებით. შვილო, შენი სნეულება უმეტესწილად ურჩობისგანაა, თუმცა შენ და მე ღვთის სიყვარულით ჩანს. ღმერთს ძალიან უყვარხარ, ამიტომაც გვწვრთნის. განსასწრებით ღმერთი შენს ძვირფას ხსნას აღასრულებს. მას სურს ტვირთი შეგიმსუბუქოს და სულის ჭურჭელი იმ დიდი იმედის წვენით აგივსოს, რაც ზეცის დამკვიდრება და შენგან მხურვალედ შეყვარებული ქრისტეს მახლობლად საუკუნო ყოფნაა. ასე რომ, რა დაგრჩენია? სრული მოთმინება, სიმხნევე განსასწრელში და უსაზღვრო მადლიერება ჩვენი სულების საუკეთესო განმგებლის მიმართ, რასაც მადლიანი სიმდაბლეც უნდა ახლდეს თან. შვილო, წმინდა გოლგოთის აღმართზე კეთილის მყოფელი უფლის მიერ მოცემული ჯვრით იარე. უფალს უყვარხარ და გვწვრთნის, რომ მის სიწმინდეს ეზიარო. წოხარება და სნეულება უსაზღვრო საუკუნო დიდებას უმზადებს მათ, ვინც ითმეს და მადლობს ღმერთს. გისურვებ შვილო მოთმინებასა და ნუგეშინისცემას. ღმერთმა გაგაძლიეროს სნეულებისას, რომელიც ღვთისნებით მოგეცა. გავიგე მძიმედ გამხდარხარავად, ძალიან მეტკინა გული და ღვთისმშობელ დედას ვევედრე, გამოგაჯამრთელოს, ჯერ სულიერად და მერე ხორციელად. იფიქრე შვილო, წმინდა მოწამეებზე, რა აღარ დაითმინეს ქრისტეს სიყვარულისთვის. შენს თქვი, დაბალო სულო, სნეულების სატანჯველი მოითმინე, რომ ჯოჯოხეთის საუკუნო ტკივილი აიცილო. მოწამეებმა მოწამეობის ტანჯვა ნებაყოფლობით იტვირთეს. შენ კი შენი ნების საწინააღმდეგოდ გტკივა. ესეც კარგია, საკმაო საგებელს მოგიტანს. ოღონდ ღვთის სწავლება სიხარულითა და მადლობით დაითმინე. ეს და სხვა მრავალი იმეორე, რომ განიმტკიცო თავი და სიმხნევე და ნუგეში მოგეცეს.